საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს ისეთი უკუსლა, როგორც არც ერთ სხვა ქვეყანას, ამბობს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი. ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. პირველი დიპლომატები ისევ საქართველოს დემოკრატიულ უკუსლაზე საუბრობენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით გამოსავალი მხოლოდ სამართლიან არჩევნებშია. ადამიანები ლპებიან, ყვარყვარეს ციხეს დაემსგავს, ფანჯრებიდან ფეხები აქვთ პატიმრებს გადმოყოფილი, ტევა აღარ არის განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ავთანდილ სურმანიძემ. მან სასამართლოს მოუწოდა, რომ გდანის ნომერ მერვე დაწესებულებაში გადაიხედოს თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხაშურის მერია ერწმუნება, რომ ქარმა მუსიკალური სკოლის სახურავს, მხოლოდ ის ნაწილი ახადა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში იყო გაკეთებული. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს. მერიის მტკიცებით 2022 წელს რეაბილიტაცია სახურავის მხოლოდ დაზიანებულ ნაწილს ჩაუდარდა. ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად მუშა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ის ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ. ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ბლეიზ მეტრეველი პუტინს აფრთხილებს. ტელეგრაფი წერს, რომ Mi6-ის შტაბ-ბინიდან თავის პირველ გამოსვლაში მეტრეველი გამოაცხადებს, რომ ბრიტანეთის ერთგულება კიევის მიმართ ურყევია და პუტინს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის სახელით ბრიტანეთის ზეწოლა გაგრძელდება.